აი, როდესაც მაგალითად მშობელი მიდის პედიატრთან და პედიატრი ეუბნება, რომ არ შეიძლება შაქარი 2 წლამდე, იმიტომ რომ დიაბეტის რისკი ამით იზრდება. მშობლების 90% ამაზე არ აქვს პროტესტი, ასე ვთქვათ, იჯერებს. მაგრამ თუ მიდიხარ ფსიქოლოგთან და გეუბნება, რომ 2 წლამდე გაჯეტი არ გამოიყენო, აი აქ რაღაცა აი ჩუთი ცოტა გაუგებარია, მაგრამ ნდობა არ არის და მოდის ძირითადად პროტესტი. და ამ პროტესტის მიზეზი მე მგონია, რომ ერთი არის ის, რომ გაჯეტი ჩვენს ცხოვრებაშიც დასრულების იმდენად შემოსული არის, რომ წარმოუდგენელია, რომ სრულიად თავიდან აიცილო. და მეორე რაც აღნიშნე. აი პირდაპირ იმ წუთას საფრთხეს ვერ ვხედავ და თითქოს მგონია რომ აი არ სჯერათ რომ ჩემ შულს ეს არ დაემართება. ეხლა 15 წუთი თუ მივცემა 9:30 საათი რა უნდა მოუვიდეს. აი შაქართან და დიაბეტთან ესე არ არის, იქ უფრო მეტი რწმენა აქვს. და პლუს კვლევები რომ ჩვენ ამას არ ვიგონებთ. ჩვენ გვაქვს კვლევებზე დაფუძნებული მონაცემები და ეს კვლევები არის სანდო, ეს არის კვლევები, რომელიც ჩატარდა თითო კვლევა 10,000, 11,000 ბავშვზე იმ ქვეყნებში, სადაც არის ამის ფუფუნება და ჩვენ ქვეყანაში არ ტარდება, ვერ ტარდება სამწუხაროდ ესეთი კვლევები. თუმცა შეგვიძლია მივიხედოთ ირგვლივ და დავინახოთ ეს გამოცდილებები ყოველდღიურ გარემოებებში. კი ბატონო, მაგრამ აი ეს ერთი ნაწილი, მეორე არის კვლევები და რა ხდება თავის ტვინში ამ დროს, რას გვეუბნება ეს კვლევა. იგივე წამალი, რომელსაც ვიღებთ ჩვენ კვლევაზე დაფუძნებული თუ არ არის, არავინ არ გაუწევს რეკომენდაციას, ხო? ასევე არის ეს კვლევები, რომელსაც ვეყრდნობით და რაში არის საქმე. როდესაც ბავშვი ატარებს დიდ დროს, ან არ ატარებს დიდ დროს, მაგალითად აი კვება, რადგან სიტუაციური ანალიზი გვინდა, კვების დროს მუდმივად უყურებს 10 წუთით მულტფილმს, აი რა შავდება ახლა, ხო, თითქოს 10 წუთია ბევრი არ არის. შავდება ის, რომ კვების დროს ბავშვმა უნდა აღიქვას ფაქტურა საკვების, ფერს უნდა დახედოს, გემო უნდა გაიგოს და გადაწყვიტოს. მოსწონს, არ მოსწონს, სასიამოვნოა, უსიამოვნოა და ამის მიხედვით რაღაცა შეჭამოს, რაღაცა არ შეჭამოს. როდესაც ბავშვი არ ჭამს და მე ვურთავ გაჯეტს, მისი მთელი ყურადღება ფოკუსირდება აი ამ ვიზუალურ მასალაზე, რასაც ხედავს და რას აკეთებს ბავშვი, ავტომატურად აღებს პირს, რა დროსაც, რა რაოდენობას ჭამს, გემო მოსწონს თუ აბსოლუტურად ვეღარ აქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ მთლიანად მოცულია იმითი. ეს ნიშნავს რას? ამას როდესაც ბავშვი არ აკეთებს, ცოტა ზრდასრულ ასაკში იწყება კვებითი პრობლემები. როგორც კი ამ გაჯეტს გამოაცლეთ და ადრე თუ გვიან გამოაცლეთ, ხო 5 წლის ასაკში, 6 წლის ასაკში. მე უკვე ვაცლით და მე უკვე გვინდა რომ რამდენი ხანი უყურებ, შეშვი, ვართმევთ მე უკვე იმ რესურსს, რომელიც ჩვენ თვითონვე მივეცით. თუ არ წავართვით რა ხდება? ეგრეთ წოდებული ჭარბიწონა. ზის უყურებს უკვე საათნახევრიან მულტფილმს, ან მოზარდობის ასაკში 2 საათიან ფილმს და მუდმივად ჭამს და იქაც ისე ჭამს, რომ არ აკვირდება რა ჭამს, რა რაოდენობის ჭამს და რა გემოს ჭამს, ხო? შესაბამისად ეს ერთი ის ნეგატიური გავლენა, რასაც აკეთებს.